რუდოლფ შტაინერი, სახარება იოანესგან მეორე თავი. იოანეს სახარების პირველივე სიტყვები მართლაც უშინაგანეს მსოფლიო იდუმალებებს ეხება. ამაში თავად დავრწმუნდებით, თუ კი მშვენ ვერ მივიახლებით მათ საფუძველში განბეჭდილ სულის მეცნიერულ ჭეშმარიტებებს. მაგრამ იოანეს სახარების ეს პირველი სიტყვები მის ჭეშმარიტ ნათელში რომ ვიხილოთ, სპირიტუალური შემეცნების სიღრმეებში უნდა ჩავეშვათ. მანამდე კი მსურსორიოდ სიტყვით მაინც გადმოგცეთ ის, რაც ანთროპოსოფიის მიმდევართათვის კარგადაა ცნობილი, რადგან თეოსოფიური მსოფლმხედველობის გარკვეულ ელემენტარულ ჭეშმარიტებებს ამჯერად უმნიშვნელოვანეს კოსმიურ იდუმალებათა შუქჭრილში განვაცხადებთ. მოდით ზოგადად ავწეროთ სულის მეცნიერულად დანახული და გააზრებული ადამიანის არსება. როგორია იგი დღის მანძილზე, გამოღვიძებიდან დაღამებამდე, ანუ ვიდრე ღამის ძილს მიეცემოდეს. ვიცით, რომ ადამიანის არსების შემადგენელი წევრებია ფიზიკური სხეული, ეთერული სხეული, ასტრალური სხეული და მე. ეს 4 სხეული ერთმანეთთან მხოლოდ სიფხიზლის დროსაა ნორმალურად შეკავშირებული. საგულისხმოა, რომ ძილში ადამიანის სრულიად სხვა არსებაა, რადგან ძილის პერიოდში მისი არსების შემადგენელი სხეულები სრულიად სხვაგვარ ურთიერთქმედებაში იმყოფება. ჩვენ ხედავთ მძინარე ადამიანის ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს. რაც შეეხება ასტრალურ სხეულსა და მეს, ისინი გარკვეულწილად გამოთავისუფლებულია ფიზიკური და ეთერული სხეულებიდან. ანუ ფიზიკურ ეთერულ სხეულებს გარეთ იმყოფებიან. მაგრამ ეს სიტყვა უნდა გავიგოთ არა სივრცობრივის, არამედ სულიერი მნიშვნელობით. ამრიგად, ღამის ადამიანი წარმოადგენს 2 ნაწილისგან შედგენილ არსებას. მისი ერთი ნაწილი საწოლში რჩება, მეორე კი საწოლში დარჩენილ ფიზიკურ ეთერულ სხეულებს გამოეყოფა. ახლა კი უპირველეს ყოვლისა საჭიროა გავმარტოთ, რომ ფიზიკური და ეთერული სხეულები ღამით დაძინებიდან გამოღვიძებამდე საწოლში რომ რჩებიან, ვერ იარსებებდნენ. თუ კი ასტრალური სხეული და მე, რომელსაც ადამიანი დღისით იერთებს, მიატოვებდა მათ. აქ ჩვენ რამდენადმე ღრმად უნდა ჩავწვდეთ მსოფლიო იდუმალებებს. როდესაც ვუყურებთ ადამიანის სხეულს, თვალით ხილულს, ხელშესახებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სხეული განვითარების იმ ხანგრძლივი პროცესის შედეგია, რომელიც მან მთელი ჩვენი მიწიერი ევოლუციის მანძილზე გაიარა. ვინც ასე თუ ისე ერკვევა ამ საკითხებში, იცის, რომ ჩვენმა დედამიწამაც წინარე ყოფიერების სხვადასხვა მდგომარეობები განვლო. და როგორც ადამიანი გადის ერთი ინკარნაციიდან მეორეში, ასევე დედამიწამაც ვიდრე დღევანდელ მდგომარეობას მიაღწევდა, სხვა მდგომარეობები გაიარა. ეს იგი ლაპარაკია რაზე? წინარე ყოფიერების სხვადასხვა მდგომარეობაზე. ადამიანსაც აქვს ეს და დედამიწასაც. მას შესაძლოა ადამიანის ინკარნაციების ანალოგიურად პლანეტარული ინკარნაციებიც არსებობს. როგორც დიდ, ისე მცირე სამყაროში ყოველივე არსებული რეინკარნაციის კანონს ექვემდებარება. და ჩვენმა დედამიწამაც ვიდრე დედამიწა გახდებოდა, გაიარა მდგომარეობა, რომელსაც ძველი მთვარის მდგომარეობას ვუწოდებთ. დღევანდელი მთვარე ამ ძველი პლანეტის ჩამონაშალს წარმოადგენს. ამრიგად, როდესაც ძველ მთვარეზე ვლაპარაკობთ, აქ იგულისხმება არა დღევანდელი მთვარე, არამედ დღევანდელი დედამიწის მაგვარი პლანეტა. და როგორც ადამიანის ერთი ინკარნაციიდან ხელახალ დაბადებამდე დროის გარკვეული მონაკვეთია საჭირო, ასევე ძველი მთვარიდან დედამიწის ინკარნაციამდე გარკვეულმა დრომ განვლო. იგივე ითქმის ჩვენი პლანეტის მზის მდგომარეობაზეც, რომელიც წინა უძღოდა მის მთვარის მდგომარეობას, ხოლო თავად მზის წინარე ინკარნაციად სატურნის მდგომარეობა სახელდება. ამრიგად, პლანეტარული ევოლუციის გადასახედიდან დედამიწის 3 წინა ინკარნაციას ვითვლით, 3 წინარე ინკარნაციას ვითვლით. ჩვენმა ფიზიკურმა სხეულმა დასაბამი სატურნზე დაიდო. ოდესღაც იმ ძველ სატურნზე ფიზიკური სხეულის პირველი ჩანასახები შეიქმნა. ეს ჩანასახი, რა თქმა უნდა, არაფრით გავდა დღევანდელი ადამიანის სხეულს. დღევანდელი ადამიანის არსების შემადგენელ წევრთაგან ძველ სატურნზე ფიზიკური სხეულის გარდა არაფერი არსებობდა. მხოლოდ სატურნის მზედ გარდასახვის
დროს, ანუ ჩვენი დედამიწის მეორე ინკარნაციაში ფიზიკურს ეთერული სხეულიც მიემატა და ერთიანად გამსჭვალა და გაიშხინდა. შედეგად ადამიანის ფიზიკურმა სხეულმა სახე იცვალა. შეიცვალა მისი იერი, მისი ყოფიერების ხასიათში ახალი თვისებები წარმოჩნდა. ამრიგად, დედამიწის მეორე ინკარნაციის დროს ფიზიკური სხეული თავისი არსებობის მეორე საფეხურზე ავიდა. საკითხავია, როგორ, რის წყალობით იქნა მიღწეული ეს მეორე საფეხური. რაც სატურნზე ჯერ კიდევ მექანიკური, ავტომატური იყო, მზეზე შინაგანად ცოცხალ სხეულად იქცა. ეთერულმა სხეულმა გამსჭვალა ფიზიკური და გარდაქმნა იგი. შემდგომ მთვარის პერიოდში ფიზიკურის და ეთერულის ამ შენაერთში ასტრალურმა სხეულმა დაისადგურა. შედეგად ფიზიკურმა სხეულმა კვლავ სახე იცვალა. ესე იგი, მესამედ გარდაისახა. ეთერული სხეული მეორედ და ბოლოს დედამიწაზე ფიზიკურ, ეთერულ და ასტრალურ სხეულებს შეუერთდა მე და გამსჭვალა რა ეს სამჯერადი შენაერთი კვლავ კიდევ ერთხელ გარდასახა ფიზიკური სხეული, რომელიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმ რთულ ორგანიზაციად დღეს რომ ვხედავთ. მაშა სადამე დღევანდელი ფიზიკური სხეული არის მრავალგზის გარდასახული არსება. დღევანდელი ადამიანის არსებისთვის ნიშნეული სირთულე სწორედ მისმა ოთხჯერადმა სახეცვლილებამ განაპირობა. როცა ვამბობთ, რომ ჩვენი დღევანდელი ფიზიკური სხეული და ბუნებაში არსებული მინერალი ერთი და იგივე ფიზიკურ, ქიმიურ ნივთიერებათა და ძალთაგან შედგება, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანის ფიზიკურ სხეულსა და მინერალს შორის ერთმნიშვნელოვანი სხვაობაც არსებობს. ამ სხვაობას ნათელყოფს ის ფაქტი, რომ მინერალის, მაგალითად მთის კრისტალის ფიზიკური სხეული ფორმას ინარჩუნებს მანამ, სანამ მას გარედან არ დავამსხვრევთ. ადამიანის ფიზიკური სხეული კი ფორმას თავისთავად ვერ შეინარჩუნებს. ფორმის შენარჩუნება მას მხოლოდ იმის წყალობით და მხოლოდ მანამდე შეუძლია, ვიდრე მასში ეთერული სხეული, ასტრალური სხეული და მე იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც ეთერული და ასტრალური სხეულები ფიზიკურ სხეულს დატოვებენ, ფიზიკური სხეული თანდათანობით სახეს იცვლის, ანუ ხდება სხვაგვარი, ვიდრე გარდაცვალებამდე იყო. იგი ფიზიკურ და ქიმიურ უჯრედთა კანონის დაქვემდებარებაში გადადის და იშლება, მაშინ როდესაც მინერალის ფიზიკური სხეული უცვლელია. რაღაც ამის მაგვარს ეთერული სხეულიც განიცდის. რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც უშუალოდ სიკვდილისთანავე ფიზიკურ სხეულს ეთერულ, ასტრალური სხეულები და მე განეშორებიან, ეთერული სხეული არღვევს კავშირს ასტრალურ სხეულსა და მესთან და მსოფლიო ეთერს უერთდება. ასე ვთქვათ, მსოფლიო ეთერში ინთქმევა, ისევე როგორც ფიზიკური სხეული იშლება მიწიერ საუფლოში. ამის შემდეგ ეთერული სხეულიდან რჩება მხოლოდ ერთგვარი ექსტრაქტი, რომელიც ადამიანთან ერთიანია. მასშტაბში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის ფიზიკური სხეული გარკვეული თვალსაზრისით მინერალური სამეუფოს ტოლფასია, მაგრამ მაინც უნდა გვახსოვდეს ის უზარმაზარი სხვაობა მინერალსა და ადამიანის ფიზიკურ სხეულს შორის რომ არსებობს. რაღაც ამის მაგვარს ეთერული სხეულიც განიცდის. რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც უშუალოდ სიკვდილისთანავე ფიზიკურ სხეულს ეთერულ, ასტრალური სხეულები და მე განეშორებიან, ეთერული სხეული არღვევს კავშირს ასტრალურ სხეულსა და მესთან და მსოფლიო ეთერს უერთდება. ასე ვთქვათ, მსოფლიო ეთერში ინთქმევა ისევე, როგორც ფიზიკური სხეული იშლება მიწიერ საუფლოში. ამის შემდეგ ეთერული სხეულიდან რჩება მხოლოდ ერთგვარი ექსტრაქტი, რომელიც ადამიანთან ერთიანია. მაშასადამე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის ფიზიკური სხეული გარკვეული თვალსაზრისით მინერალური სამეუფოს ტოლფასია, მაგრამ მაინც უნდა გვახსოვდეს ის უზარმაზარი სხვაობა მინერალსა და ადამიანის ფიზიკურ სხეულს შორის რომ არსებობს. შესაძლოა გითხრან, თქვენ ამბობთ, რომ ძველ სატურნზე, სადაც ფიზიკური სხეული ჯერ არც ეთერულ, ასტრალური სხეულებით იყო გამსჭვალული და არც მეთი, რამდენადაც ეს სხეულები მზეზე, მთვარეზე და დედამიწაზე წარმოიშვა, გამოდის, რომ ადამიანის სხეული მინერალის საფეხურზე იდგა. დიახ,
ჩვენ მართლაც ვამბობთ, რომ ადამიანი სატურნისეულ ყოფიერებას სამი ერთმანეთის მონაცვლე მდგომარეობა მოჰყვა. მაგრამ თავარი ის გახლავთ, რომ დღევანდელი მინერალი, რომელიც მკვდარია, მხოლოდ ფიზიკური სხეულის ამარა ვერ იარსებებს. მოდით დავაზუსტოთ, რომ ჩვენი ფიზიკური სამყაროსთვის სავსებით მართებულია და ეს ასეც უნდა იყოს. მართებულია, რომ მინერალს აქვს მხოლოდ ფიზიკური სხეული, მაგრამ ამით არ თავდება ყველაფერი. როგორც ჩვენს წინაშე მყოფი ადამიანი ფლობს თავის კუთვნილ ეთერულ, ასტრალურ და მე სხეულებს, ზუსტად ასეა მინერალით. მასაც გააჩნია არა მარტო ფიზიკური, არამედ ეთერული, ასტრალური სხეული და მე, რომელიც კიდევ უფრო მაღალ სულიერ სამყაროში ცხოვრობს. აი ამაშია საქმე. ამრიგად სხვაობა ადამიანის ფიზიკურ სხეულსა და მინერალს შორის ის გახლავთ, რომ ადამიანის ფიზიკური სხეული ცხადიერ მდგომარეობაში თანატარებს თავის ეთერულ სხეულს, ასტრალურ სხეულს და მეს. ხოლო მინერალს დედამიწაზე არც ეთერული ასტრალური სხეული გააჩნია და არც მე. ვიცით, რომ ფიზიკურის გარდა სხვა სამყაროებიც არსებობს. სამყარო ჩვენი გრძნობებით რომ აღვიქვამთ, გამსჭვალულია ასტრალური სამყაროთი, რომელსაც თავის მხრივ დევაჰანური სამყარო მსჯვალავს. დევაჰანური სამყარო ორ ნაწილად იყოფა: ქვედა და ზედა, ანუ დაბალი და მაღალი დევაჰანები. მინერალისადმი ადამიანის უპირატესობა ის გახლავთ, რომ ადამიანი დღის ცხადიერ მდგომარეობაში თავის დანარჩენ სამ წევრსაც ფლობს. მინერალი ამ წევრებს არ შეიცავს, მაგრამ ეს ისე უნდა გავიგოთ, რომ მინერალი ფიზიკურ პლანზე სრული სახით არ არის წარმოდგენილი. ავიღოთ ადამიანის ფრჩხილი. ვერსად ჩვენს ირგვლივ ამ ფრჩხილს დამოუკიდებელი არსების სახით ვერ ვნახავთ, რადგან თავისი ზრდის უზრუნველ საყოფად ფრჩხილი წინდაწინვე ითვალისწინებს ადამიანის მთელ დანარჩენ ორგანიზმს, რომლის გარშეშეც მისი არსებობა წარმოუდგენელი. ახლა ავიღოთ ბაწაწინა არსება, რომლის თვალს მარტო თქვენი ფრჩხილის დანახვა ძალოც დანარჩენ ორგანიზმს ვერ ხედავს. აი ამგვარ მიმართებაში ადამიანი მინერალთან. მინერალს სრულად ვხედავთ მხოლოდ მაშინ, როცა განვიმაღლებთ ჩვენ თავად სულიერ სამყაროებში და იქ ვიპოვით მის ეთერულ, ასტრალურ სხეულებს და მეს. აქ კი დედამიწაზე ხილულია მხოლოდ მისი ფიზიკური სხეული. ეს ნათლად უნდა წარმოვიდგინოთ, რათა გავიგოთ, რომ უმაღლეს სულიერ რეალობაში არსუფევს არსება, რომელსაც რაიმე სახით არ გააჩნდეს ეთერული სხეული, ასტრალური სხეული და მე. ფიზიკურ არსებას არ ძალუც შეინარჩუნოს თავი, თუ კი ამა თუ იმ ეთერულ, ასტრალურ და მე სხეულებს არ ეკუთვნის. მაგრამ უნდა ითქვას, რომ აქ გარკვეული წინააღმდეგობაც იკვეთება. როგორც აღვნიშნეთ ღამის ძილში, ადამიანი სულ სხვა არსებაა. დღისით იგი ჩვენთვის სავსებით გასაგებია, რადგან 4 წევრა არსების ბარსს განასახიერებს, მაგრამ როდესაც მძინარე ადამიანის ფიზიკურ არსს განვიხილავთ, უპირველესად ვხედავთ მწოლიარე ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს. ასტრალური სხეული და მე გამოყოფილია მისგან. წინააღმდეგობა კი ის გახლავთ, რომ ღამით ჩვენს წინაშეა ასტრალურ და მე სხეულთაგან მიტოვებული ადამიანი. ქვა, ანუ მინერალი, არ იძინებს. ეთერული, ასტრალური და მე სხეულები მას არ მსჯვალავენ და ერთნაირ უცვლელ მიმართებაში იმყოფებიან მისდამი. ყოველ ღამით ადამიანს ტოვებს მისი ასტრალური სხეული და მე. ღამით ისინი არ ზრუნავენ საკუთარ ფიზიკურ და ეთერულ სხეულებზე და ასე ვთქვათ სრულ თავისუფლებას ანიჭებენ მათ. ეს ფაქტი ზედმიწევნით ზუსტად უნდა იქნას გააზრებული. ამგვარ სახეცვლილებას ადამიანი განიცდის ყოველ ღამით, როდესაც იგი, როგორც საკუთრივ სულიერი ადამიანი, თავის ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს იშორებს და მათივე თავის ანაბარატოვებს. მაგრამ ფიზიკური და ეთერული სხეულები ვერ შეინარჩუნებენ თავს, რადგან არც ერთ ფიზიკურ სხეულს და არც ერთ ეთერულ სხეულს არ შეუძლია თავისთავად არსებობა. ქვა რომ ქვა, ისიც კი უმაღლესი წევრებით უნდა იქნას გამსჯვალული. ახლა იულად გაიგებთ, რომ ფიზიკური და ეთერული სხეულების მიტოვება ასტრალურისა და მეს გარეშე შეუძლებელია. მაინც რა ხდება ღამით?
ჩვენი ასტრალური სხეული და მე გამოდის ფიზიკური და ეთერული სხეულებიდან და მათ სანაცვლოდ ამ სხეულებს სხვაგვარი მე და სხვაგვარი ასტრალური სხეული მსჯვალავს. აქ ოკულტიზმიდან გამომდინარე საქმე გვაქვს ღვთაებრივ სულიერი ყოფიერების მაღალ სულიერ არსებებთან. როდესაც ძილის დროს ჩვენი მე და ასტრალური სხეული ფიზიკური სხეულის გარეთ იმყოფება, ჩვენ სხეულში ღვთაებრივ სულიერ ზეარსთა მეს და ასტრალური მე და ასტრალური სხეულები მუშაობენ. მაშასადამე როცა ძილის დროს ჩვენი მე და ასტრალური სხეული ფიზიკური სხეულის გარეთ იმყოფებიან, ჩვენ სხეულში ღვთაებრივ სულიერ ზეარსთა მე და ასტრალური სხეულები მუშაობენ. ამას გარკვეული მიზეზები განაპირობებს. თუ კითხვას გავადევნებთ ადამიანის განვითარების სრულ გზას, სატურნიდან დაწყებული მზის, მთვარის, დედამიწის გამჭოლ, შეგვიძლია ვთქვათ, სატურნზე ადამიანის მხოლოდ ფიზიკური სხეული არსებობდა. ადამიანს არც ეთერული, არც ასტრალური, არც მე სხეული არ გააჩნდა. მაგრამ ეს ფიზიკური სხეული, როგორც დღევანდელი ქვა, თავისთავად ვერ იარსებებდა. სატურნზე ფიზიკური სხეულის არსებობა შესაძლებელი იყო იმდენად, რამდენადაც იგი ღვთაებრივ სულიერ არსთა ასტრალურ და მე სხეულებს უნდა განემსჯვალა. ეს არსებები, ეს ღვთაებრივ სულიერი არსებები, მის წიაღში ცხოვრობდნენ და მასშივე დარჩნენ. ანუ ფიზიკურ სხეულში. ხოლო როდესაც ადამიანმა მზეზე საკუთარი ეთერული სხეული მიიერთა, ეს ადამიანური, ასე ვთქვათ, მცირე ეთერული სხეული შეერია, ხო? შეენივთა. უკვე ამ ადრეულ ღვთაებრივ სულიერ არსებათა ეთერულ სხეულს. ესე იგი მზეზე რა მოხდა, ხო? საკუთარი ეთერული სხეული მიიერთა ადამიანმა, ანუ ეს ადამიანური მცირე ეთერული სხეული, რომელიც შეერთო, შეენივთა უკვე ჩვენში არსებულ ადრეულ ღვთაებრივ სულიერ არსებათა ეთერულ სხეულს. ესე იგი, სატურნზე ფიზიკური სხეული ღვთაებრივ სულიერი არსებებით იყო გამსჭვალული, ისე ვერ იარსებებდა. თუ კი მართებულად აღვიქვით, რაც აქამდე ითქვა, არც იმის გაგება გაგვიჭირდება, რასაც თავიდანვე გვასწავლის ქრისტიანული ეზოტერიკა. ხსენებული ქრისტიანული ეზოტერიკა ყოველთვის გარეგნულ ქრისტიანულ ეზოტერულ მოძღვრებასთან პარალელურად მუშავდებოდა. ადრეც მithქვამს, რომ ქრისტიანობის უდიდესი მოციქული პავლე თავის მგზნებარე ორატორულ ნიჭს ადამიანთათვის ქრისტიანობის შესწავლას ახმარდა. ამ მოღვაწეობის პარალელურად ათენში მან დააარსა ეზოტერული სკოლა, რომელსაც სათავეში ედგა დიონისე არიოპაგელი. ეს სკოლა მოციქულთა საქმეებშიც მე-17 თავის 34 მუხლში მოიხსენიება. წავიკითხოთ ეს მუხლი. ზოგიერთი კი მიემხრო და ირწმუნა, მათ შორის იყო დიონისე არიოპაგელი და სხვებთან ერთად ერთი ქალიც, რომელსაც დამარისი ერქვა სახელად. დამაინტერესა, დამარისი რას ნიშნავდა. ამ ნახე, ეს არის დამარის, ეს არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს მშვიდ დამთმობ ქალს. ამ სახელს ხშირად უკავშირებენ სიფაქიზეს, ინტუიციას, შინაგან ღირსებას და გარკვეულ არისტოკრატიულ ელფერსაც. ქრისტიანულ ეზოტერულ სკოლაში, რომელიც როგორც ვთქვი, უშუალოდ პავლეს მიერ იყო დაარსებული, საკუთრივ სულის მეცნიერება ისწავლებოდა. სიტყვები და გამოთქმები, რა თქმა უნდა, სხვაგვარი იყო, მაგრამ მთავარი ეს არ არის. იქ ასწავლიდნენ, რომ დღის ცხადიერ მდგომარეობაში განხილული ადამიანი ფიზიკურ, ეთერულ, ასტრალურ და მე სხეულთაგან შედგება. შემდეგ იმაზეც მიუთითებდნენ, თუ ამჟამად განვითარების რა სტადიაში ადამიანი და რომ იგი 4 წევრა არსება, სამუდამოდ არ დარჩება ისეთი, როგორიც დღეს არის. რათა განვიხილოთ 4 წევრა ადამიანი, უნდა მივმართოთ უშორეს წარსულს, ლემურიის ეპოქას. როდესაც ადამიანს იმხნად მხოლოდ 3 წევრისგან შემდგარს, მეოთხე მე სხეულიც მიემატა. ესე იგი,
ლემურის ეპოქაში მოხდა აი მეოთხე მეს სხეულის დამატება. უკვე მაშინ თამამად შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ადამიანი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ფიზიკური, ეთერული, ასტრალური და მე სხეულებისგან შედგება. მაგრამ მას აქეთ თითოეულმა ადამიანმა უამრავი ინკარნაცია განვლო. რაში გამოიხატება თანმიმდევრული ინკარნაციების აზრი? აზრი ის გახლავთ, რომ ინკარნაციიდან ინკარნაციამდე მე არსი ადამიანის სამი დაბალი წევრის გარდაქმნაზე მუშაობს. თავდაპირველად მე ასტრალურ სხეულს გადაამუშავებს. დღეს უკვე არც ერთ საშუალო დონის ადამიანს აღარ აქვს ის ასტრალური სხეული, რასაც ფლობდა მანამდე, სანამ მე პირველივე მიწიერი ინკარნაციიდან დაწყებული შეუდგებოდა მასზე მუშაობას. მოქმედებდა რა შიგნიდან გარეთ. მე არსმა პირველივე მიწიერ ინკარნაციაში შეცვალა ზოგიერთი წარმოდგენები, შეგრძნებები და პირველყოფილი ადამიანისთვის ნიშანდობლივი ვნებები. ინკარნაციიდან ინკარნაციაში მე სულ უფრო და უფრო ხვეწდა ამ ვნებებს. ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ, ადამიანს დღეს აქვს არა მარტო 4 წევრი, ფიზიკური სხეული, ეთერული სხეული, ასტრალური სხეული და მე, არამედ ასევე ასტრალურ სხეულში მეს მუშაობით წარმოებული წევრი, რომლის წყალობითაც დღეს ყოველი ცალკეული ადამიანის ასტრალური სხეული 2 ნაწილადაა გაყოფილი. ერთი ნაწილი ეს არის მეთი გარდაქმნილი, მეორე კი ხელუხლებელი. და კვლავაც ასე გაგრძელდება. მოვა დრო, როდესაც ცალკეული ადამიანის მთელი ასტრალური სხეული მეს შემონაქმედი გახდება. აღმოსავლურ სიბრძნეში მანასი ეწოდება ასტრალური სხეულის იმ ნაწილს, რომელიც უკვე გარდაქმნილია მე. ანუ მასზე უკვე იმუშავა მემ და გარდაქმნა ასტრალური სხეულის, აი ის ნაწილი, რომელზეც იმუშავა, თავად სულად. ასე ქვია. ამრიგად ადამიანი კვლავაც 4 წევრისგან შედგება, მაგრამ ჩვენ უკვე მისი არსების მეხუთე წევრსაც მოვითვლით. ესე იგი, ფიზიკური სხეული, ეთერული სხეული, ასტრალური სხეული და მე და მეხუთე მანასი, ანუ ასტრალური სხეულის გადამუშავებული, გარდასახული ნაწილი. ცხადი ადამიანი ისევ განაგრძობს თავის თავზე მუშაობას. დედამიწას გაივლის შემდგომ ინკარნაციებს და თანდათანობით ადამიანი მოიპოვებს უნარს, რასაც ხელდასხმული უკვე დღეს ფლობს. ეს რა არის ეს უნარი, ხო? გადაამუშავოს საკუთარი ეთერული სხეული. ესე იგი, იმუშაოს თავის ეთერულ სხეულში. დღევანდელი საშუალო დონის ადამიანი უკვე აწარმოებს ამგვარ სამუშაოს. მეს მიერ გადამუშავებულ, მეთი წარმოებულ სხეულს ბუთხი, ანუ სიცოცხლე სულს უწოდებთ. ეს უკვე ეთერულ სხეულს გადაამუშავებს, ხო? იქნება რა? სიცოცხლე სული, ბუთხი. საბოლოოდ ადამიანი თავის ფიზიკურ სხეულის მეთი გადამუშავებამდეც მივა. მეს მიერ დამუშავებული გარდაქმნილი ფიზიკური სხეული უკვე ატმაა, ანუ სული ადამიანი. მოდით მზერა მივმართოთ შორეული მომავლისკენ, როცა დედამიწა სხვა პლანეტარულ ფორმებს, სხვა ინკარნაციებსაც გაივლის. ამ დროისთვის იგი როგორც ოკულტიზმში იტყვიან იუპიტერის, ვენერას და ვულკანის მდგომარეობებს აღასრულებს და განასრულებს, ხოლო ადამიანი განუზომელ სიმაღლეზე ავა და თავის ასტრალურ სხეულს მანასად, ანუ თავად სულად გარდაქმნის, ეთერულ სხეულს ბუთხად, ანუ სიცოცხლე სულად აქცევს და მთელი თავისი ფიზიკური სხეულით ატმად, ანუ სული ადამიანად გარდაისახება. ეხლა შევადაროთ მიწიერი ევოლუციის სასრულს მიღწეული ადამიანი იმ ადამიანს, რომელიც ევოლუციის სათავეში დგას. დასაწყისში არსებობდა ადამიანის მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური სხეული, რომელიც ღვთაებრივ სულიერ არსებათა ეთერული, ასტრალური და მე სხეულებით იყო გამსჭვალული. ეს არსებები მასში ცხოვრობდნენ. და აი, მიწიერი გზის დასალიერს ჩვენს წინაშეა უკვე საკუთარი მეთი სრულად გამსჭვალული ადამიანი.
ეს მე ასტრალურ სხეულში იმკვიდრებს როგორც მანასი, ანუ თავად სული. შემდეგ თავისი არსით მსჭვალავს ეთერულ სხეულს და მთლიანად აღავსებს ბუთხით, ანუ სიცოცხლე სულით. და ბოლოს ფიზიკურ სხეულს ეს მე ერთიანად გამსჭვალავს, ანუ გამსჭვალავს ატმა მეს შემონაქმედი სული ადამიანი. თავად განსაზღვრეთ, რა უზარმაზარი სხვაობაა ამ ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთი დგას ევოლუციის სათავეში, მეორე კი ბოლოში. თუ კი ამ სხვაობას მთელი ჩვენი არსებით შევიგრძნობთ, გასაგები გახდება ძილის მდგომარეობაც საგანგებოდ, რომ წარმოვაჩინეთ, როგორც ერთგვარად წინააღმდეგობრივი. სწორედ ამას განმარტავს ქრისტიანული ეზოტერიკაც. მოდით გავიაზროთ, როგორი იქნება ადამიანის ფიზიკური სხეული იმ დროს, როდესაც დედამიწის ევოლუცია თავის საბოლოო მიზანს მიაღწევს. იქნება ეს დღევანდელი ფიზიკური სხეულის მაგვარი? რა თქმა უნდა, არა. ფიზიკური სხეული განასახიერებს იმას, რასაც ამ ფიზიკური სხეულიდან გამოიმუშავებს მე. ფიზიკური სხეული იქნება ერთიანად განსულიერებული, ისევე როგორც ეთერული და ასტრალური სხეულები, რომლებიც სულიერნი იყვნენ მანამდე, სანამ ადამიანი მათ საკუთარი მედან განასულიერებდა. როგორც ზემოთ ითქვა, უბრალო ქვაც განსულიერებულია ეთერული, ასტრალური და მე სხეულებით, რომლებიც უმაღლეს სულიერ სამყაროში ცხოვრობენ. მაგრამ ქვას განეკუთვნებიან. ამრიგად ქრისტიანული ეზოტერიკა მართალია, როცა ამბობს, რომ დღევანდელ ფიზიკურ სხეულს ადამიანი ვერ ფლობს, რადგან ჯერ კვლავ უსასრულოდ შორსაა მისი განვითარების საბოლოო მიჯნა, როდესაც იგი შეძლებს საკუთარი მეტი გადაამუშავოს თავისი არსების ყველა წევრი, ფიზიკურის ჩათვლით. მაგრამ ჯერჯერობით ადამიანი ვერც ეთერულ სხეულს ფლობს. იგი ამის შესაძლებლობას მოიცემს მაშინ, როდესაც დედამიწა ვენერას მდგომარეობაში გადავა. მაშასადამე დღევანდელი ადამიანი უძლურია თავისი მეტი მართოს ფიზიკური და ეთერული სხეულები. იგი მათ მხოლოდ საკუთარ არსში ბუთხის და ატმას გამომუშავების შედეგად დაიმორჩილებს. მაგრამ ფიზიკური და ეთერული სხეულები სულიერ მმართველობას საჭიროებენ. ისე ფორმას ვერ შეინარჩუნებს ადამიანი. ის, რასაც ადამიანი ოდესმე თავად მისცემს ფიზიკურსა და ეთერულ სხეულებს, დღესაც აუცილებლად უნდა მსჭვალავდეს მათ. ფიზიკურსა და ეთერულ სხეულებში დღესაც აუცილებლად უნდა არსებობდნენ ის სულიერი წევრები, რომელთაც მოვა დრო ჩვენ თავად მეს მეშვეობით გამოვიმუშავებთ. ფიზიკურ სხეულში ისინი დასაბამითვე ჯერ კიდევ სატურნის პერიოდში არსებობდნენ. ისინი ადამიანში იყვნენ, როდესაც ის მზეზე ცხოვრობდა და დღემდე განაგრძობენ მასში არსებობას. ამდენად ქრისტიანული ეზოტერიკა სამართლიანად ამტკიცებს, რომ უკვე დღეს ადამიანის ფიზიკურ სხეულში ცხოვრობს ის, რასაც იგი მომავალში თავისი განვითარების კულმინაციურ წერტილში მოიპოვებს. ეს არის ღვთაებრივი ატმა, ეს არის ღვთაებრივი სულიერი არსება და ასევე ეთერულ სხეულში უკვე ცხოვრობს ბუთხი, ღვთაებრივი სიცოცხლე სული. ხოლო ასტრალური სხეული, როგორც ითქვა, ორი ნაწილისგან შედგება. ერთი, რომელსაც ადამიანი უკვე განაგებს და მეორე, რომელიც მას არ ექვემდებარება, რომელსაც იგი ჯერ ვერ ფლობს. რას ვხედავთ ადამიანის არსების იმ ნაწილში, რომელსაც იგი ვერ ფლობს? იქაც თავად სულია, ოღონდ ღვთაებრივი თავად სული. საკუთრივ ადამიანური თავად სული მოქმედებს ასტრალური სხეულის იმ ნაწილში, სადაც დაწყებული პირველი ინკარნაციიდან მისი მე მუშაობს. ასეთია ჩვენს წინაშე მდგომი ადამიანი. ახლა კი განვიხილოთ ადამიანი დღის ცხადიერ მდგომარეობაში, რა ვიცით მის შესახებ? თვალით აღქმული ფიზიკური სხეული ხომ მხოლოდ გარეგნული მხარეა მისი. შიგნიდან იგი წარმოადგენს ატმიურ არსებას, უმაღლესი ღვთაებრივი სულიერი არსის ნაწილს, რომლითაც იგი გამსჭვალულია.
იგივე ითქმის ეთერულ სხეულზეც. გარეგნული ნიშნეულობით იგი ამტკიცებს ადუღაბებს ფიზიკურ სხეულს. შიგნიდან კი ღვთაებრივი სიცოცხლე სულია. ასტრალური სხეულიც კი ღვთაებრივ თავად სულითაა გამსჭვალული. და მისი მხოლოდ ერთი ნაწილია ადამიანის მეტი ხელქმნილი და გარდასახული. მძინარე ადამიანში ეს წინააღმდეგობრიობა უმალქრება. მძინარე ადამიანის ასტრალური სხეული და მე მის გარეთაა. ყოველ ღამე ადამიანი მშვიდად ტოვებს თავის ფიზიკურ ეთერულ სხეულებს, მაგრამ ეს სხეულები ღვთაებრივ სულიერ საწყისთა მეურვეობის და მზრუნველობის გარეშე რომ მიატოვოს, დილით დაშლილ დანგრეული დახვდება. მაშასადამე, როდესაც ასტრალური სხეული და მე